რა პროცესი არის ეს? საიდან მოდის სიგნალი, რომ აღარ შეგვიძლია ჩუმატყოფნა და უნდა ვიმოქმედოთ? რა მოხდა 28 ნოემბერს? რა იყო ეს? ეს იყო ალბათ ზუსტად ეს მომენტი, როდესაც იქამდე სანამ გაიაზრებ, იქამდე სანამ რაიმეს დაგეგმავ, მოდის სიგნალი და ეს სიგნალი არის ძალიან დიდ რეზონანსში შენს კოლექტიურ ტკივილთან, რაც იწვევს მყისიერ სხეულებრივ რეაქციას და ეს რეაქცია იყო შებრძოლების რეაქცია და ვნახეთ ჩვენ როგორ ერთად რაღაცა იხუბლა ხალხის მასამ, ხო? ეს იყო ამ კოლექტიური სხეულის გაცოცხლება და ჩემთვის ძალიან საამაყოა სხვათა შორის, რომ ჩვენი კოლექტიური სხეული რეაგირებს ისეთ სტიმულზე, როგორიც არის თავისუფლების დაკარგვა და ჩვენი იდენტობის დაკარგვა, ხო? ფაქტობრივად ის რა განცხადებაც გაკეთდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ისევ უბრუნდებით რაღაცას, რასაც ძლივს თავი დავაღწიეთ, ხო, 35 წლის წინ დაახლოებით, ისევ ვხვდებით რუსეთის, ასე ვთქვათ, ჩექმის ქვეშ და ეს არის ის, რაზეც მე ვფიქრობ, რომ ამ რეაქციამ ძალიან კარგად აჩვენა, რა არის ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული ადგილი.